დღეს ვისაუბრებთ ღირსებაზე. როგორ ფიქრობთ? რას ნიშნავს ღირსება? ალბათ იმას, რომ მოიქცეს სწორად, რათა სხვებმა პატივი. მე მგონია, რომ ეს ყველას აქვს, მასაც, ვინც შეცდომას უშვებს. ანუ ვერავინ დაგვაკალგინებს ღირსებას, რადგან ის შენშია. ზუსტად. ღირსება არ არის ჟილდო ან შეფასება. ის ჩვენშია და ამიტომ ვალდებულები ვართ სხვებშიც დავინახოთ. წარმოვიდგინოთ სიტუაცია. ერთმა მოსწავლემ შემთხვევით დააზიანა სხვისი ნამუშევარი. მე ნამდვილად არ ვაპატიებდი. რატომ უნდა დააზიანოს სხვისი ნაშრომი? შეიძლება ეს შემთხვევით მოხდა. ადამიანი მაინც პატივისცემას იმსახურებს, როცა შეცდომას უშვებს. არა? როცა ვცდილობთ გავიგოთ, რატომ მოიქცა ვინმე ასე, ჩვენ ამ დროს სწორად მის ღირსებას ვიცავთ. ჩვენსაც ვგონი. მოდით დაფიქრდით. გიადვილდებათ თუ არა სხვა ადამიანის ღირსებაზე ფიქრი? თუ არა, რა გიშლით ხელს? შეგიძლიათ იდეები ფურცელზე მოინიშნოთ. ხომ არ გინდათ თქვენი იდეები გაგვიზიაროთ? მივხვდი, რომ ადამიანის ღირსება არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, რა გააკეთა მან. მე გავიაზრე, რომ როცა სხვას პატივს სცემთ, ამით საკუთარ ღირსებასაც ვისავთ. გონია, რომ ღირსების დაფასებისთვის აუცილებელია ვიყოთ სამართლიანები. შესანიშნავია. ღირსება ყველა ადამიანს თანაბრად გააჩნია. ყოველთვის, ყველგან და ყველანაირ ვითარებაში.